ამ დროს იოსები რას აკეთებს? არღვევს ჯულს და მახარებელი მას უწოდებს მართალ იოსებს. ეს როგორ არის შესაძლებელი? ეს იმას მიგვანიშნებს, რომ ადამიანობა, ადამიანის შეწყნარება, ცოდვილი ადამიანისადმი პატიება, მზაობა იმისა, რომ გაუგო ცოდვილ ადამიანს, ეს ყველაზე უპირატესი, ჯულზე უპირატესი. შეიწყნა, რომ დაამშვიდო, დაიცვა ის სასჯელისგან. აი რა ყოფილა სიმართლე. ჯულის აღსრულება კი არა. ჯულის აღსრულებაზე მაღლა დგომა ყოფილა სიმართლე. და ჩვენ არ დაგვავიცდეს, რომ თან ჩვენ ახლა ჯულში აღარ ცხოვრობთ. ეს ჯული იყო მაშინ, აი მის დროს, იოსების დროს. ამ დროს ხდება უკვე ჯულის განახლება, ასე თქვათ, ჯულის უარყოფა და ჯულის სრულყოფა ქრისტეს მოსვლით. მაგრამ ამ ეტაპისთვის ჯერ კიდევ ჯული არსებობს. და უკვე მაშინ მართალი ადამიანები ხდებოდნენ, რომ ჯული არ არის სრულყოფილი. და თუ ჯულის ჩარჩოებში მოვექცევით, ეს არ იქნება სრულყოფილების გზა. არამედ თუ გინდა რომ იყოს სრულყოფილი და იყო ბოლომდე მართალი, ჯულზე მაღლა უნდა დადგა.